ჩვენ ვიმყოფებით ლაგოდეხში, სოფელ შრომის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეხლა ამ მომენტში მიმდინარეობს ხურმის კრეფა. ფაქტობრივად ნახევარზე მეტი მოსავლის აღებულია და დასასრულისკენ მიდის პროცესი. წლევანდელი წელი ცოტა რთული იყო, უხნალექიანი წელი გამოდგა, თუმცა ამისგან მიუხედავად არ უჩივით მოსავალს. რაც შეეხება ბატონ ენრიკოს ვიზიტს, ის ჩვენი პარტნიორია, VYZanzi კომპანია Green Solution-თან თანამშრომლობს. ეს კონსულტაცია საინტერესო იყო, რადგან მას დიდხნიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. თავისი აზრი მოსაზრება გაგვიზიარა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინეთ. Zanzi ევროპაში ერთ-ერთი წამყვანია ლიდერია ხეხილის ენერგიის წარმოებაში. ჩვენ მათი პარტნიორი ვართ საქართველოში და ბატონი ენრიკო ჩვენს სხვა კლიენტებს სტუმრობს, მათ ნახულობს თუ რა პროცესები აგროტექნიკური ღონისძიებები ჩატარდა წლის განმავლობაში, რა შეიძლება გაუმჯობესდეს, განვითარდეს, რათა ფერმერიც კმაყოფილი იყოს. ბევრ ქვეყანას ვსტუმრობ და ვუწევ აგროკონსულტაციებს Zanzi-ის სანერგეს კლიენტებს. ნერგების გაყიდვისა და დარგვის შემდეგ ვაკონტროლებ ნერგების გასვლისა და დამუშავების პროცესებს. თუ ნერგებს პრობლემა უჩნდება, შემიძლია კლიენტს ამ პრობლემის მოგვარების გზები უჩვენო. მუშაობთ სომხეთში, უზბეკეთში, ალჟირში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ლაგოდეხის ვიზიტის ფარგლებში ვაშლის ქლიავისა და ხურმის ბაღები მოვინახულე. ვაშლის პლანტაცია კარგად გამოიყურება, ნაყოფი კარგია და გემრიელი. ხურმის ბაღს მომავალ ზამთარში სჭირდება გასხლა. ამან შესაძლებელია 2026-ში მოსავალი ცოტათი შეამციროს, მაგრამ უკვე 2027-ში მოსავალი მნიშვნელოვნად მოიმატებს. რაც შეეხება ქლიავს, საჭიროა მოიჭრას ძლიერი გრძელი ტოტები და მეორადი საშუალო ტოტები ხელუხლებელი დავტოვოთ. მოსავალი მომავალ წელს იქნება დაახლოებით იგივე. ხოლო 2027-ში პლანტაცია იმუშავებს სრული დატვირთვით. რაც შეეხება საქართველოს, აქ იგივე სიტუაციაა, როგორც სომხეთში და უზბეკეთში. ამ ქვეყნებს დიდი პოტენციალი აქვთ, რადგან ევროპა პრაქტიკულად დახურულია და ბაზარი დაბალ მნიშვნელობზეა. და სად არის კარგი ბაზარი ხილისათვის? რა თქმა უნდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. რატომ? რადგან ამ ქვეყნებში არიან კარგი კონსულტანტები, როგორც იტალიელი, ასევე სხვა ქვეყნებიდან, წარმოება მაღალია, ხარჯები კი გაცილებით დაბალი ევროპასთან შედარებით.